მსოფლიოს სავალუტო ფონდის მორიგი მისია საქართველოს მაისში ეწევა. მანამდე ორგანიზაცია სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5-დან 2%-მდე მცირდება. მისიის დასკვნით ქვეყანა 5%-იან ზრდას მხოლოდ 2020 წელს მიაღწევს. ნავთობის ფასის დაცემის და სავალუტო კრიზისის ფონზე მაჩვენებლების კლება მოსალოდნელი მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. სავალუტო ფონდის მონაცემებით მსოფლიო ეკონომიკური ზრდა წელს 3.5%-ით გაიზრდება. ანგარიშის მიხედვით რუსეთს კრიზისის ნეგატიური გავლენა ყველაზე მეტად სომხეთზე, ბელორუსსა და საქართველოზე აისახა. Რამდენი იქნება ეკონომიკური ზრდაც თუ ჩვენ არ შევხედეთ და არ გაანალიზდა პირველი კვარტალის შედეგები, მანამდე ამის თქმა არის შეუძლებელი. სწორედ ამიტომ სავალუტო ფონდმაც მისიის ჩამოსვლა გადადო მაისისთვის, როდესაც უფრო სრულყოფილი მონაცემები გვექნება და ამის შემდეგ უფრო იქნება დაზუსტებული შეფასების გაკეთება თუ რა ეკონომიკური ზრდის ველოდებით, როგორც მიმდინარე წელს, ასევე პროგნოზების გაკეთება მომდევნო წლის ზრდასთან დაკავშირებით.